აბა მოგესალმებით. ისათვის რომ განწყობა არ ვიმაღლოთ, ვიბრანჭებით. აი, ეს ესპანელები როგორც გაიბრანჭებიან და გამოდიან ყოველთვის ყავის დასალევად. ხო და სადაც ახალი ხავრი გუდი უნდა დაიხურო ნაცვლამია და მეც ამიყოდი ეს რა. ლაი რასაყვარლები არიან. ხალისობენ. ეგე ბედნიერად მეგობრები. ხო ეს ყავის დალევა ხოთაშორის მე გადაიზრდება ხოლმე სადინი და საბოლოოდ სავახშმოდაც ეგრე სხედან ხოლმე ხდება ყოველ შაბათ კვირას. ესეთი პატარა ფანტანიჩიკი მაქვს აქ. და ეხლა ცივა ვილა ნარიადნიბარ აქ მიყვარს ხოთაშორის სულა ასე ამონოგარეებმა და ძალიან გემრიელი ყავაა და აი ესე კარგი ქალბატონია კიდევ დიამ მშვიდობისა. მოკლედ იმას ვამბობდი, რომ ესპანელებს ესაქვთ ჩვევა, ასე ვთქვათ, წესი, არა მარტო შაბათ-კვირას, ისედაც სამუშაო დღეებში აუცილებლად ყავა უნდა მიირთვა ესე კაფეში. მოვედი ესპანეთში რა უნდა ვიცოდეთ კაფეებთან დაკავშირებით ინფორმაციით. ანუ რაც უფრო მეტი სიბინძურეა კაფეში, აი ესე უკაცრავად და ძირწყლია ნაგავი, ჩათვალეთ რომ ეს არის უფრო ასე ვთქვათ უფრო კარგი სიტუაცია რა. რაოდენ საოცარი უნდა იყოს. მოვედი ახლა შესაყვეთად და მე მიყვარს კაფე con leche, ანუ ძიანი ყავა. ახლა გიწევთ ფასებსაც. ზეგი ორი ყავა, ება 2 და ვიგაქრა. 2 და 60, 2 ევრო და 60 ცენტი. მოკლედ ახლა ველოდები ჩემს თვითფას ქმარუკას და როგორც გითხარით 2 ყავა ძიანი რომ შეუყვეთო ღირს 2 ევრო და 60 ცენტი. ეს ნამდვილად არ არის ძვირი. In the stillness of the night, under the moonlight so bright, our hearts are joined in harmony, a love so pure and free. მარტო ყავას მივირთმევთ და ანუ როგორი მენიუა ეხლა? აი, აქ უწერია რომ ეს ყველაფერი 1 ევრო გადაუნევრო. ძალიან დიდი ჩამონათვალია. ოღონდ მართლა. აი, აქეთ 2, მაგრამ აქ მთელი ისაა, ნახე. პატატას ფრიტას. აგერ უკვე 7, მაგრამ ეს არ იქნება ცუდი. ესენი ჩვენ შეუყვეთეთ ხოლმე ეს რაღაცა პატარები, და მშვენიერი გემრიელი რაღაცეები იყო. მოკლედ The stars above shine down on our love that's known. აბა გაკოცეთ. მომავალ კოფემდე.